საქართველოს ძალიან მდიდარია ნიადაგური საფარით. ჩვენ გვაქვს ყველა ის ნიადაგური ტიპი, რომელიც გავრცელებულია ევროპაში და მათ შორის გვაქვს ისეთი ტიპებიც, რომლებიც ევროპაში არ არის. რაც რა თქმა უნდა განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას ძენს საქართველოს ნიადაგებს. ჩვენ ვქნით ციფრულ ლუკებს და ეს ციფრული ლუკები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის რა თქმა უნდა ფერმერებისთვისაც და მათ შეუძლიათ წინასწარ შეაფასონ, რა შეიძლება ელოდონ მის ნაკვეთში, ანუ იმ ფართობებზე, რა ტიპის, რა მახასიათებლების ნიადაგი შეიძლება დახვდეთ. ნიადაგის კვლევა საჭიროა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყებამდეც, რომ ჩვენ სწორად გავსაზღვროთ. ერთი რა თქმა უნდა ზოგადი მონაცემები როგორც აღმოჩნდა, რომელიც შეგვიძლია პირდაპირ აიღონ ჩვენი უკვე არსებული მზარუკების მიხედვით, მაგრამ მის კონკრეტულ ნაკვეთში შეიძლება იყოს განსხვავებული მდგომარეობა, რადგან ასეთი დეტალური რუკები რა თქმა უნდა ჯერჯერობით არ გვაქვს, არ ჩვენ და არც სოფლიოში იშვიათია ასეთი ქვეყანა, სადაც ძალიან დეტალური შეიძლება იყოს მონაცემები, ამიტომ მის ნაკვეთის მდგომარეობის შეფასება არის გადამწყვეტი, რომ გადაწყვეტილება სწორად იყოს განსაზღვრული, რა საჭიროება არის კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ შემდგომ უკვე კონკრეტულად ვთქვათ, მრავალწლოვანი კულტურის გაშენების შემდეგაც პერიოდულად აუცილებელია მონიტორინგი. ლაბორატორიაში მოხდება ნიადაგი, ხდება მისი მომზადება, საანალიზოდ, გასუფთავება მინარევებისგან, ანუ არანიადაგური ნაწილისგან, ქვები, ფესვები და ასე შემდეგ. და შემდგომ გამოშრება, დამუშავდება, გაიცრება, იმის დამიხედვით რა მეთოდი გვჭირდება რომ გამოვიყენოთ. ყველა მეთოდს აქვს თავისი მოთხოვნა, ლაბორატორიულ მეთოდს და შესაბამისად ხდება მისი მომზადება კონკრეტული კვლევის მიზნებიდან გამომდინარე. FAO-ს მიერ 2020 წელს ჩატარებული მსგავსი პროფესიული ტესტირების შედეგად ჩვენ ვაჩვენეთ ერთ-ერთ საუკეთესო შედეგი მსოფლიოში, ანუ 100 ლაბორატორიაში შორის 20 საუკეთესოში მოხვდით, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის მით უმეტეს როცა დამწყები ლაბორატორია თითვლები ძალიან კარგი შედეგი შეიძლება იყოს. ჩართული ვართ ყველა იმ ინიციატივაში, რაც FAO-ს აქვს. ეს არის როგორც ლაბორატორიული კვლევის მიმართულებით, ისე ნიადაგის ციფრული კარტოგრაფირების და მონაცემთა ბაზების შექმნის მიმართულებითაც. ანუ ამ ორივე მიმართულებას, ასე ვთქვათ, ვავითარებთ საქართველოში იმ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც დღეს აღიარებულია და მთელი მსოფლიო, ასე ვთქვათ, თანხმდება, რომ აი ასე უნდა მოხდეს ნიადაგის კვლევა და ამ ფორმით უნდა მოხდეს ამ შედეგების წარმოჩენა რუკების სახით. მევენახეობა მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე 2013 წელს. აღმოვაჩინე, რომ პაპაჩემს ჰქონდა ძალიან დიდი სურვილი და ისტორია მევენახეობასთან დაკავშირებით და ამან გარკვეულწილად мотиваცია მომცა, რომ დამეწყო სწავლა. რაც შეეხება დროთა განმავლობაში, ჩემი ლექტორების ჩართულობით დავიწყე მუშაობა ლაბორატორიაში, რომელიც პირდაპირ კავშირში ესე არ არის მხოლოდ მევენახეობასთან და მოიცავს ბიოტექნოლოგიასაც, მაგრამ ორ ჩემთვის მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს. მე ვარ ახლა 29 წლის, მე მგონი აღარ ძალიან პატარა აღარ ვარ, მაგრამ მაინც ახალგაზრდა მეცნიერებში ვითვლები. ეს დიდი პასუხისმგებლობა არის, იმიტომ რომ მაქვს ჩემ სტუდენტებთან შეხვედრა, რომლებიც ჩემზე პატარები არიან და ვცდილობ მათ ვაჩვენო, რამხელა мотиваცია ან საქმის სიყვარული შეიძლება გქონდეს დარგის მიმართ, რაც ერთ-ერთი საპასუხისმგებლო წერტილი არის. საქართველოს არის ვაისა და ღვინის სამშობლო, რაც რა თქმა უნდა ორ მხრივად ზრდის იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მაქვს ქართველი ხალხის მევენახეობისა თუ ზოგადად სფეროს წინაშე. ფერმერებთან გარდა იმისა, რომ შეხება გვაქვს მევენახეობის მხრივ და მათ უზიარებთ ცოდნას, ვთქვათ, მწვანე ოპერაციებზე, სხვაზე, ვაზის მავნებელ დაავადებებზე, ასევე ინვიტრო ლაბორატორიის გავლით ჩვენ ვცდილობთ ფერმერს ავუხსნათ, რა მნიშვნელობა გააჩნია საწყის ეტაპზევე უვირუსო ჯანსაღ სარგავ მასალოს იმისთვის, რომ მათ შეძლონ მაღალხარისხიანი მოსავლის მიღება და ზოგადად მცენარის დიდხანს ყოფნა ვენახში იქნება თუ ეს სხვა ნარგაობაში, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. რაც შეეხება მცენარის ინვიტრო გამრავლებას და იმ სპეციფიკაციებს, რომელიც ჩვენ საქმეს ახასიათებს, რომ წარმოვიდგინოთ მარტივად, ეს არის მცენარის ერთი პატარა უჯრედიდან მთლიანი მცენარის მიღება ორგანოგენეზზე დაყრდნობით. ჩვენ რაც გვაქვს ლაბორატორიაში საშუალება არის ის, რომ ასეპტიკურ გარემო პირობებში მივიღოთ ჯიშურად წმინდა ვირუსებისაგან და სხვადასხვა
სხვადასხვა ფიტოსანიტარული პრობლემებისგან თავისუფალი მასალა, რომელიც შემდგომ ეტაპზე გამოდგება როგორც სარგავი მასალის ან სათესლე მასალის სახით. ჩემი საქმის ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო ნაწილი ვიტყოდი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმე იწყება ლაბორატორიაში, გვაქვს უამრავ ქიმიურ ნაერთთან შეხება, არის საკმაოდ ისეთ ჩაკეტილი და ასეპტიკური სივრცე, ბოლოს ყოველთვის ვიცით, რომ პრაქტიკული დანიშნულება არის ის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი. მიმაჩნია, რომ მხოლოდ მეცნიერება, რომელიც კედლებში დარჩება ან ლაბორატორიაში, არ არის გამართლებული და ძალიან დიდი мотиваციაა ჩემთვის იმის ცოდნა, რომ ეტაპობრივად სანერგე სისტემებს თუ უშუალოდ ფერმერებს ან მევენახებს ხელს ვუწყობთ, რომ წვდომა გქონდეთ ჯანსაღ, უვირუსო საარგავ თუ სათესლ მასალაზე, რაც ყველაზე მთავარი мотиваტორია ჩემს საქმეში.